მოგესალმებით, დღეს ვისაუბროთ დავით კაკაბაძეზე, მის შემოქმედებაზე, მის 8 წელზე და ამაქსზე. დავით კაკაბაძე დაიბადა 1899 წლის 20 აგვისტოს ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუხში, დიდ კუხში. იყო იგი ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, უამრავი ნაშრომი ჰქონდა. თავიდან იგი ბეჭდავდა მას პრესაში. 1916 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი საბუნებისმეტყველო განხრით და შემდგომ უკვე მეცადინეობდა მხატვარ დიმიტრიევ კავკასკის სახელოსნოში. გაეცნო იქ რუსულ და დასავლეთ ევროპული მხატვრობის უნიკალურ შედევრებს, მიმდინარეობებს და სტუდენტობიდან უკვე დაიწყო ძველი ქართული ხელოვნების კვლევა პეტერბურგში, რადგან ძველი ქართული ხელოვნების კვლევა ეს იყო ის ფესვები, რომელთა მიმდინარეობის, ასე ვთქვათ, განვითარების შემდეგ მხატვრობაში უკვე ის შთამბეჭდავ სიტყვას იტყოდა. მას ეს სურდა, სულითა და გულით უნდოდა და ეს კვლევა ჩაატარა პეტერბურგში. 1918 წლამდე დარჩა იგი იქ. ამ დროს უკვე ქმნის ავტოპორტრეტებს. ავტოპორტრეტი სარკესთან მნიშვნელოვანია ძალიან. ავტოპორტრეტი რუხ ხალათში, დედის, ძმის პორტრეტები, რეალისტური ნამუშევრები იქმნება მისი. ამავე დროს მარტო ერთ მიმდინარეობაში კი არ მოსინჯა თავი, კუბისტურ მიმდინარეობაშიც ის არაჩვეულებრივი იყო. მისი კუბისტური ნამუშევრების გამოფენა შემდგომ გაიმართა და ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. დასვენება იმერეთში, ავტოპორტრეტი 1918-19 წლებში ჩამოაყალიბა მან ასევე თავისებური სტილი, შექმნა იმერული პეიზაჟების ციკლის მთელი კოლაჟი. და პირველი ნიმუშები ეს იყო პეიზაჟი წითელი გზით, პეიზაჟი ციხითა და მდინარით. 1918 წელს შექმნა სურათი იმერეთი დედაჩემი. დედა დაუნახავს, რომ სახლის დირესთან იჯდა დაღლილი, ჩაფიქრებული სახით. ჯერ სურდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ დედა დაეხატა, ხოლო შემდგომ მას დაამატა იმერეთის სურათების პეიზაჟები და შექმნა არაჩვეულებრივი ავტოპორტრეტი დედისა, იმერეთი დედაჩემი. ასევე იმერული ნატურმორტი. ამ დროს ძველი თბილისის სურათების ამსახველი პეიზაჟებიც იქმნება და 1919-1927 წლებში ის ცხოვრობს პარიზში, სადაც საკმაოდ ნაყოფიერ მუშაობას ეწევა და ისეთი მნიშვნელოვანი უძლიერესი მხატვრობის გვერდით არის, როგორიც მოდელიანი გახლდათ. აქ მე როდესაც ლადო გუდიაშვილზე ვისაუბრე, ლადო გუდიაშვილი სწორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდა, შეირჩა კონკურსის სახით ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები და ისინი შეირჩნენ და ისინი გაგზავნილი იქნენ აქ. და აი ამ დროს მონაწილეობს დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების ყოველწლიურ გამოფენებში. გამოფენა მოაწყო მან ამერიკაშიც, კითხულობდა ლექციებს ხელოვნებაზე, მუშაობდა სტერეოპინის
გამოგონებაზე აქვეყნებდა თავის ნაშრომებს და ეს ნაშრომები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გზამკვლევი იყო ახალგაზრდებისათვის, ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, რომლებიც საუკეთესოდ ითვისებდნენ აი ამ წიგნების შემდეგ, რომელიც იქმნებოდა მის მიერ და დეტალურად მნიშვნელოვნად აღწერდა ხელოვნების შესახებ თავის ხედვებს. ის გამოიცა, მისი ნაშრომები გამოიცა ქართულ ენაზე, ფრანგულ ენაზე. ორი მიმართულება აისახა დავით კაკაბაძის შემოქმედებაში. ორი მიმართულება ეს გახდათ რეალისტური პარიზის ჩანახატების სერია, აკვარელების სერია იყო ბრეტანი, წურბელების გამყიდველი, ბანანების გამყიდველი. 1927 წელს შექმნა უკვე ალეგორიული სურათი ინდუსტრია და მარჯანიშვილის მიწვევით, მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ის აფორმებდა ძალიან ლამაზ დეკორაციებს ქმნიდა და აფორმებდა. ეს არის ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ, რომელიც მან გააკეთა. ყვარყვარე თუთაბერი, ნინოშვილის გურია, სამანიშვილის დედინაცვალი, პოლიკარპე კაკაბაძის კოლმეურნის ქორწინება, ილო მოსაშვილის სადგურის უფროსი. რუსთაველშიც გააკეთა არაჩვეულებრივი სპექტაკლები, ასე ვთქვათ, მხატვრულად. ჩაიკოვსკის პიკის ქალი ეს ოპერაში და რუსთაველში მარილის სვანეთს რუსთაველის თეატრში სპექტაკლები, ხოლო ფილმებიც და აი ამ ფილმებში მისი მხატვრობა განსაკუთრებული იყო, ეს ფილმი მარილის სვანეთს ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ მისი მხატვრობა, ასევე დაკარგული სამოთხე, იყო გრაფიკოსი, იყო ფერმწერი, გააგრძელა იმერული პეიზაჟების ხაზი, ანუ სერია, ასევე ინდუსტრიული პეიზაჟები. რიონ ჰესი, ყვითელი მიწა, წითელი მიწა, მიტინგი იმერეთში, სვანეთი, თბილისი და მისი მიდამოები, აი ამ სახელწოდებებით იყო მისი ნახატები, ყაზბეგი, ფოთი, ელევატორი, სვანები, მადნის დამუშავება, იყო არჩეული სამხატვრო აკადემიის პროფესორად, იყო პრორექტორიც და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა, ამაში უკვე აღარავინ არ დავობს, იმდენად მნიშვნელოვანს, რომ თაობებს რდიდა, მართლაც ნამდვილ ხელოვანებს, შემოქმედებით ხალხს, რომლებიც აცოცხლებდნენ თავიანთ სულის ნაწილს და გადმოჰქონდათ ეს ნამუშევრები და თითქოს იქმნებოდა სულიერად გაცხოველებული, გამრავალფეროვნებული ნახატები, სადაც იყო თითოეული შემოქმედის ცხოვრება, მისი ნაწილი და თითქოს ის გელაპარაკებოდა თვითონ შემოქმედის სულიდან, გულიდან. საფრანგეთში ქმნის ასევე სურათებს და ძალიან საინტერესო სურათებს, აკვარელით ასრულებს შემდგომ სურათებს, ვან გოგთან ერთად, მოდილიანთან ერთად ხდებოდა, იმყოფებოდა იგი, სამგანზომილებიან სურათებს ქმნიდა, აპარატი შექმნა სამგანზომილებიანი, რომელიც დააპატენტა მან საფრანგეთში, შემდეგ დააპატენტა ამერიკაში და სხვათა შორის აი ამ მისმა გამოგონებამ ერთი წლის წინ Google-ის ვირტუალურ გამოფენაზე NASA-ს მიერ წარმოდგენილ ეგრეთ წოდებულ გამოფენაში
მიიღო ძალიან დიდი უმნიშვნელოვანესი როლი იგი როგორც წარმოაჩინეს იქ დავით კაკაბაძის აღმოჩენა და ეს იყო ძალზე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ეს აპარატი არ საჭიროებდა სათვალეს და ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა 1928 წელს თბილისში რესტორან ორიენტში შედგა გამოფენა და საგამოფენო დარბაზში დავით კაკაბაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო. ამ დროს იგი 39 წლისა გახდა. პარიზში 8 წელი გაატარა მან. უამრავი ნახატი წარმოადგინა ნამუშევრების უმეტესობა აბსტრაქტული იყო სრულიად განსხვავებული და აი ამ დროს როდესაც იგი ჩამოდის საქართველოში უკვე საბჭოთა ხელისუფლება უპირისპირდება მის შემოქმედებას და ძალიან მძიმე წლების გადატანა უწევს ხელისუფლება კრძალავდა ვინც სოციალიზმს და სოციალისტურ რეჟიმს არ დაემორჩილებოდა ვინ ჩარჩოებს მიღმარჩებოდა ვინცაც თავისუფალი ხედვა ჰქონდა და აი მათ შორის მათ რიცხვში აღმოჩნდა დავით კაკაბაძე კრიტიკა იყო ძალიან დიდი დაუწუნეს მას მსოფლმხედველობა დაუწუნეს ნამუშევრები თვითონ მიდგომა თავისი ნახატების მიმართ ხედვა ყველაფერი აბსოლუტურად და პრესა ამბობდა რომ ეს იყო ჩიხი ხელოვნებისა და ამ გზით მას არ შეეძლო გაეგრძელებინა მუშაობა. ეს იყო ძალიან დიდი ლახვარის ჩაცემა, დიდი სულიერი დარტყმა დავით კაკაბაძესთვის, სხვათა შორის მას არაჩვეულებრივი ასევე გამოჩენილი სამი ძმანი იყვნენ და ძმა ჰყავდა ქვემოთ კიდევ ვიტყვი დაწვრილებით ამაზე სერგო კაკაბაძე, რომელიც მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე ისტორიკოსი მკვლევარი გახლდათ და მინიშნებით ხა პირდაპირ არ შეძლო მას ეთქვა და წერილებში მინიშნებით წერდა ახვედრებდა რომ ჯობდა დარჩენილიყო იგი საფრანგეთში და თავისი მოღვაწეობა იქ გაეგრძელებინა და იმდენად დიდი მოწონება ჰქონდა და სიყვარული საფრანგეთში რომ ნამდვილად მიაღწევდა მიღწეული ჰქონდა კიდეც და ძალიან დიდ საფეხურზე ავიდოდა მაგრამ მონატრება როგორც ყოველთვის ეს ქართული გენეტიკა და მიწის მადლი როდესაც მიდის აქედან ქართველი ეს დნმ-შია ჩაწერილი რომ ყველა მოღვაწე ვინც მე განვიხილეს სწორედ აი ამ მონატრების გამო მაინც უკან ბრუნდებოდა მიუხედავად იმისა რომ საზღვარგარეთ ძალიან დიდი აღიარება ელოდათ და აი ამ მონატრებას ვერ გაუძლო დავით კაკაბაძემ ჩამოვიდა და საშინელი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. აღარც ყოფილა შემდგომ მისი პერსონალური გამოფენა აღარ გამართულა, რამდენიმე წელი უკვე იმდენად დიდი დარტყმა მიიღო, რომ აღარც ხატავდა. ისიც სცადა რომ როგორღაც აი ამ ახალ სტანდარტებს მორგებოდა საბჭოთა ხელისუფლებისას, საბჭოთა რეჟიმისას და ნუ სახალხო გამოსვლებისა და დღესასწაულების გაფორმება დაიწყო მან და ჩაიკარგა ეს სახელმოხვეჭილი მხატვარი, ეს უდიდესი გენია ჩაიკარგა აი ამ სახელისუფლებო საბჭოურ ყოფაში. იმდენად ჩაიკარგა რომ უცხოელ მეგობრებს ის გარდაცვლილიც კი ეგონათ. 1939 წელს მისი ხელოვნების უზომო მოყვარული ამერიკელი კედლინ ფრაილერი მხატვარზე უკვე საუბრობდა წარსულ დროში და ეგონა რომ ის აღარ იყო საერთოდ და უამრავი ნახატი ჰქონდა მისგან შეძენილი.
მარტივი გზა არ გაუულია. ბავშვობიდანვე მას ღარიბ ოჯახში დაიბადა დავით კაკაბაძე. როგორც უკვე თქვი, სამი ძმანი იყვნენ, თვითონ უმცროსი იყო. დავითი 4 წლისა იყო თვითონ და ყავდა მას ძმები დავითი და სერგო და ისინი გადავიდნენ ქუთაისში. მამას შეუძენია ბორანი და ბორნით გადაჰყავდა მგზავრები და იმდენი მოუხერხებია, რომ სამივე ძმისთვის განათლება მიუღებინებია და როგორც უკვე ვთქვით, ლიტერატორი, მკვლევარი გახდა. ერთ-ერთი ვაჟი სერგო, ერთი გახდა დავით კაკაბაძეს უნიჭიერესი მხატვარი, გამომგონებელი, ფერმწერი, გრაფიკოსი და ძმა ყავდათ კიდევ დავითი, რომელიც ექიმი გახდა. ამ ძმას არდემსაც უძახდნენ, უფრო მეტად არდემს უძახდნენ და მამამისი ერთ-ერთ მხატვარს დაუხატავს და თვითონაც ცდილობდა იმდენად მოწონებია მამის პორტრეტი, რომ გადმოეღო ეს ხელწერა, ასე ვთქვათ, მიემსგავსებინა და თვითონაც დაეწყო უკვე პორტრეტის შექმნა და თვითონაც ხატავდა. სახლის კედელი თურმე სავსე იყო მისი ნახატებით. საღებავებით ხატვაც დაიწყო, თუმცა არ ჰქონდა საღებავები, ძალიან უჭირდა მის ოჯახს და მეზობლისთვის უთხოვია სთხოვდა ხოლმე, რადგან მეზობელს საღებავების მაღაზია ჰქონია და კასრის ძირზე დარჩენილ გაყიდულ საღებავებს, ესე იგი, რაც დარჩებოდა კასრის ძირზე, ის მოჰქონდა ხოლმე და იმითი ასრულებდა ნახატებს. მან ისეთი ლამაზი ხაზი შექმნა იმერეთისა, რომ ამბობდნენ კრიტიკოსებიც და ისედაც ყველა ამბობდა, რომ თითქოსო ხალიჩა გადააფარა მთელ იმერეთსო და გაჩნდა უკვე სპეციალური ასე დავითის იმერეთი. დავითის იმერეთი იყო სრულიად განსაკუთრებული, ულამაზესი, ცხოველმყოფელი, სულ სხვა დატვირთვის მქონე. გამოჩენილ მწერლებს ხატავდა, გამოჩენილ კულტურულ მოღვაწეებს ხატავდა, გამოფენა მოუწყეს, დახატა აკაკი, შემდეგ გააფორმა ფილმი აკაკის აკვანი. მთაწმინდაზე დავით როდესაც უნდა დადგმულიყო აკაკი წერეთლის ძეგლი მთაწმინდაზე, ანუ ბიუსტი, დავით კაკაბაძის პროექტი მოეწონათ ძალიან და იგი სწორედ დავით კაკაბაძის მოწონებული პროექტით დაამზადეს, გააკეთეს. აკაკის დასაფლავებაზე ძალიან ბევრი ხალხი იყო, დიდი პატივი მიაგო აბსოლუტურად ყველამ, ფოტოაპარატი შეიძინა სპეციალურად დავით კაკაბაძემ, რომ ეს მნიშვნელოვანი სურათები, ეპიზოდები, დასამახსოვრებელი აღებეჭდა და მთელი ცხოვრება მისით იყო გატაცებული, უამრავი მხატვრული ფოტომასალა შეაგროვა. ჩიმერიონის მოხატა ლადო გუდიაშვილთან ერთად ტიციანმა უთხრა მათ, რომ გაიმარჯვეს კონკურსში, მან მიახარა. ტიციანი იყო სწორედ ის პირველი მახარებელი, რომელმაც გაახარა ის და ლადო გუდიაშვილი, რომ მათ გაიმარჯვეს კონკურსში და სწორედ აი ამ კონკურსის შერჩევის წესით გაგზავნილი იყვნენ საფრანგეთში. ნაციონალურ ხაზს მიჰყვებოდა და დამფუძნებელი იყო აი ხელოვნების სკოლისა, როგორც უკვე ვთქვით, პროფესორი და პრორექტორი სამხატვრო აკადემიაშიც. ყველა მიმდინარეობა მოსინჯა, ერთ მიმდინარეობაში არ ხატავდა. ერთადერთი
ესე იგი ნიმუში შექმნა მან ხისგან და ბერძნული ასო ზეტი გააკეთა მან, რომელიც აი ხისგან იყო გამოთლილი და ის არის ქონდა და აი ამის გამო მას განგმირული თევზი დაარქვეს და ის დღეს ამერიკის ფესტივალის სიმბოლოდ არის არჩეული და მიჩნეული. 19 სკულპტურა შექმნა, აქაც გამოცადა თავისი ნიჭი და შესაძლებლობები და ამერიკელმა მისი შემოქმედების მოყვარულმა, როგორც უკვე ვთქვი, 1200 ფრანკი გადაუხადა ნახატებში და შეიძინა მისი აი ეს 19 სკულპტურა თავის ნახატებთან ერთად და სწორედ აქედან ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ეს თანხა გამოეყენებინა მომავალი თაობის სოდნის მისაღებად და პარიზში გამოსცა მან წიგნები, გამოსცა ხელოვნების წიგნები და ეს როგორც უკვე ზემოთ ვთქვი, იყო ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო და მკვლევარი ახალგაზრდა შემოქმედთათვის, ახალგაზრდა ხელოვანთათვის. კაკაბაძით აღბრთოვანდნენ. კაკაბაძით იყვნენ ძალიან თავმომწონეები, მაგრამ საქართველოში მას აბსოლუტურად ყველაფერი დაუკარგეს. როდესაც ჩამოვიდა მირზოევმა დააჯილდოვა კიდეც და მას შემდგომ უკვე ბურჟუაზიული მხატვრობა დასწამა. 1928 წელს მხატვართა საბჭოზე იმდენად გააკრიტიკეს, რომ სიცოცხლის ხალისი დააკარგინეს. ამ დროს 51 წლის ასაკში ოჯახიც შექმნა მან და თავისი მოწაფე ეთერ ანდრონიკაშვილი მოიყვანა, რომელიც ძალიან შეუყვარდა. შვილები შეეძინათ, ქალვაჟი ამირი და ლალი. ძალიან თბილი მამა იყო, ამირი იხსენებს, რომ არასდროს არ მინახავს მამა. მოღუშული სახით ყოველთვის იყო მომღიმარი და ხალისიანი. წარმოიდგინეთ, რამხელა ტვირთს, რამხელა სულიერ ტრავმას განიცდიდა და შვილებთან ეს არასოდეს არ მოჰქონდა, რომ იტყვიან, არ გადმოჰქონდა ის ემოცია, რომ შვილებისთვის ეგრძნობინებინა. ის იყო ყოველთვის თბილი, განუმეორებელი, ერთადერთი მამა მათთვის. ძალიან ყვარებია ლამაზად, სუფთად, ელეგანტურად, კოპწიად გაპრანჭული ჩაცმა, საფრანგეთში მიჩვევია ამას და ერთ-ერთ სპექტაკლზე თურმე ლავრენტი ბერია უნდა დასწრებოდა მის სპექტაკლს, რომელიც თვითონ გააფორმა. ორჯერ გაუგზავნეს მანქანა, რომ სასწრაფოდ მოსულიყო, რომ არ დაეგვიანებინა სპექტაკლზე, ორჯერვე გააბრუნა ეს მანქანა, რადგან სათანადო ჰალსტუხი ვერ შეურჩევია თურმე და როგორც იქნა შეარჩია და არ დააგვიანა, მაინც თავის დროზე გამოცხადდა. არავინ არ დაიცვა მისი უფლებები, როგორც დიდი შემოქმედისა, არავინ არ დაუდგა გვერდზე, ერთგული მეგობრებიც კი შემოეცალნენ, განუდგნენ და შორიდან დაუწყეს ყურება, რადგან საბჭოთა რეჟიმისგან დაწუნებული შემოქმედი მათთვის უკვე ხელსაყრელი პირობების მქონე მეგობარი არ იყო, მათაც თვლიდნენ, რომ შეუქმნიდა საშიშროებას, თუ საშიშროებას არა ჩრდილს მიაყენებდა ასეთ ადამიანთან მეგობრობა, ეს მაშინ, როდესაც მთელი მატიანე უпростоრად შექმნა თავისი შემოქმედებით, გამომსახველობით, ჯერ რომ არაფერი არ შეექმნა, ის იყო უდიდესი პიროვნება, უდიდესი ადამიანი.
იმპრესიონისტებად გამოაცხადეს იგი და დაუწუნეს აბსოლუტურად ყველაფერი, მიითვისეს საავტორო უფლებები, როდესაც თქვი, რომ ეს შექმნა მეთქი აპარატი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ითხოვდა თანხის გამოყოფას, რომ დაეპატენტებინა საქართველოშიც და არაფრით არ მისცეს ამის უფლება. და პრორექტორებიდანაც პროფესორ გაათავისუფლეს, შემდგომ მთლიანად გაათავისუფლეს უკვე ეს ხელოვნების საათების წართვეს, სრულიად უმუშევარი დატოვეს, მისი ჯგუფი შურისძიების მიზნით მომზადებული მისი ჯგუფი უდიპლომოდ დატოვეს და საერთოდ ოჯახის ცოლშვილის მქონე ადამიანი, რომელსაც საარსებო სჭირდებოდა, საერთოდ უსახსროდ დატოვეს. ფრანგული ჰქონდა ძალიან კარგად შესწავლილი საფრანგეთში ცხოვრების დროს და ითხოვა, რომ ფრანგული ენის რეპეტიტორი მაინც გამხდარიყო და ამის უფლებაც კი არ მისცეს და შემდგომ მისცეს ერთ რაღაცა პატარა რაღაც პარტიული სკოლა იყო, სადაც ესეთი შეყუჟული შენობა იყო, ძალიან სტკიოდა თურმე ამ დროს ფეხი და მაღალ სართულზე იყო, რომელ სართულზე ზუსტად არ არის ცნობილი, მესამე იყო თუ მეოთხე სართული და იმდენად უჭირდა იქ ასვლა ამ მტკივანი ფეხით, რომ აზრი აღარ ქონდა იქ სიარულსაც და ესეც იყო ერთგვარი ვითომ აი რაღაცა შეღავათი გაუკეთეს სინამდვილეში, ეს იყო მისი დაცინვა და ეს იყო მისი შემოქმედების და მის პიროვნების ფეხით გათელვა. შემდგომ მოიფიქრა და შესთავაზა, რომ სტალინის სტერეოპორტრეტი შეექმნა და შესთავაზა ხელისუფლებას, მაგრამ პასუხი არც აქ აღირსეს მას. მოცულობითი ფოტოგამოსახულების მეთოდი გამოიგონა, ნახაზები გააგზავნა მოსკოვში. ისიც კი არ წაიკითხეს, პორტრეტების შექმნა გადაწყვიტა ამ სტერეოტიპული სახის და სტალინის და სხვა მნიშვნელოვანი პიროვნებებისა და როგორც უკვე ვთქვი, ამაზეც უარი უთხრეს, მეგობრებმაც მიატოვეს, უსახსროდ დარჩენილმა სამწლიანი უმუშევრობის შემდეგ ითხოვა, რომ მცირე დისციპლინის პედაგოგობა მაინც მიეცათ მისთვის სამხატვრო აკადემიაში, არც ამაზე უპასუხეს მას და აი მაშინ უთქვამს ლადო გუდიაშვილისთვის, რომ უკვე ყველაფერი დამთავრდა. აი ახლა კი ყველაფერი ნამდვილად მორჩაოდა. მას ინფარქტი მოუვიდა, დაემართა და გარდაიცვალა, ჯერ ვაკის სასაფლაოზე იქნა დაკრძალული, ხოლო შემდგომ 1993 წელს უკვე გადმოიასვენეს იგი დიდუბის პანთეონში. აი ასე დაამთავრდა 1973 წელს გარდაიცვალა უდიდესი შემოქმედი, ასე დაამთავრდა მისი ცხოვრება ტრაგიკულად, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მან მოინდომა სამშობლოში დაბრუნება, სამშობლოში, სადაც დიდ ტალანტებს არ სცნობდნენ. მადლობა ყურადღებისათვის, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.